მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ვიმყოფები ვაკეში. აი ესეთ მაღაზია უნდა გადავიღო ახლა. მაღაზია ვაზნა, წყნეთის ქუჩა, წყნეთის შესახვევი 3A, ესეთი მისამართია. ზუსტად რო ავხსნათ. ქართულ ჯგუფთან რო ჩამოსახვევია ვაკეში, მანდ არის ეს პატარა ლამაზი მაღაზია. თავის საინტერესო იარაღებით. ახლა შევიდეთ. მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. გამარჯობა. YouTube არხი უიარაღო. ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოკლედ, ძალიან საინტერესო იარაღები წარმომიდგინა ამ პიროვნებამ და მინდა ყველას გაჩვენოთ ჯერ საერთო ხედით და მე სათითაოდ თავისი ახსნით და ყველაფერით. ამას სათითაოდ ცალკე განვიხილავთ, მაგრამ ეხლა საინტერესო რაც არის ამ იარაღებში, აბსოლუტურად ყველაში, რა თქმა უნდა და მე სათითაოდ. მოდი დავიწყოთ აი Glock 17 არის წარმოდგენილი გენერაცია 3 და მოვყვეთ რა შეიძლება მაგ Glock 17-დან მივიღოთ. ეს არის Glock 17, მესამე თაობა და გვაქვს აქ Norlight USKG. USKG არის ტარების უფლებით. ვშლით Glock 17-ს და გადაგვაქვს ტარი Norlight-ს. მდგომარეობა მეორადია თუ ახალია ეს იარაღები? ზოგი მეორადია, ზოგი ახალი არის. ზოგი მეორადი ისეთი თემა არის. ეს იარაღები ზოგიერთი აღარც კი გამოდის, როგორც ასეთი. ანუ ზოგი უკვე საკოლექციოშიც არის გადასული. უმეტესად აღარ გამოდის. აი ეს Glock 17-ის შემთხვევაში რა სიტყვით? ეხლა ეს ვერსია პირველად ვახე მე ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს ესეთი. და საქართველოში არის სულ 3 ცალი. სულ 3 ცალი. საქართველოში. გერმანიის გამოშვება არის. პირველად ნახე 2023 წელს გერმანიაში ნიურნბერგში გამოფენაზე. და ძალიან დამაინტერესა ამ იარაღმა. კი ბატონო, გეთახმებით. იარაღი, ანუ რა ხდება ახლა ბატონებო რომ მიხდეთ? Glock-ის აი ეს ლულა ძვრება, დანარჩენი მექანიზმი გადმოდის აი ამ შაშხანაზე და ჩვეულებრივად 9-19 ვაზნა რჩება, მჭიდი იგივე რჩება და აკეთებს ჩვეულებრივად ჭიდი შეგიძლიათ 30-იანის დაუყენოთ. კი ბატონო. გამოვიდა პატარა კარაბინი, როგორც ასეთი და არის ძალიან კომპაქტური. ეს კონდახვი რა გამხელაზე გადის შეიძლება მაგრამ აჰა, ტელესკოპურია და ტელესკოპური არის, რამდენიმე რეჟიმით არის. და ფასი თქვათ ამ შედევრის 9000 ლარი არის ამის ფასი. 9000 ლარი არის თავის ორი იარაღი არის. ორი იარაღია ფაქტობრივად. ერთ საბუთში და როგორც ასეთი, ეს უკვე ტარების უფლებით არის ჩვენი კანონით. საქართველოს კანონმდებლობით. გადავინაცვლოთ აი მეორე ნახევრად ავტომატური 919 ესეც როგორც ვიცი და უყვეთ ამის შესახებ. ეს არის ზიგზაუერი MPX. ძალიან კაი იარაღი არის. ცუც ვერ ვიტყვი ზიგზაუერზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესოთაგანი არის. კომპაქტური არის და 919-ზე არის ლუგერის ვაზნაზე. ძალიან ზუსტი არის და მე ძალიან მომწონს ერთ სიტყვით ეს იარაღი. კი ბატონო. მჭიდი 30-იანი აქვს, ხო? კი. ფასი 30-იანი. 7000 ლარი. 7000 ლარი ზიგზაუერის მოდელი გახავს, ჩემო ბატონო. მოდი გადმოვინაცვლოთ ამ საოცრებისკენ, რასაც მაუზერ კოქია. მაუზერი C96. 763 არის კალიბრი. კი ბატონო. ლუქსური ვერსია.
რაღაც ჩუქურთმებშია გადაკეთებული და აღწყინვებული. მეგონი საკოლექციოთაა გადაკეთებული. ფასი რა აქვს ამ საოცრებას? ფასი აქვს 35,000. 35,000 ლარი. ვერცხლის ტარებზე არის. ასაგებია. გადმოვინაცვლოთ შემდეგ მეორე იარაღზე. ეს არის კოლტი 45 კალიბრი, კოლტ SA. აჰა. საკმაოდ იშვიათი მოდელი არის. კალიბრი 45. 45 კოლტი. შევიხედოთ ლულაში. საოცრება. ეს რამდენიანია? 5-იანია? 6 ვაზნიანია. 6 ვაზნიანი. ფასი რა აქვს? ფასი 12,000. 12,000 ლარი. მოვედით High ეგრეთ power წოდებულ კაპიტანი. ბრაუნინგზე. ვისაც და ძალიან ბევრს უყვარს ბრაუნინგი და იცის რა იარაღიც არის. ბრაუნინგის კალიბრი არის 919, მე გეტყვით. მდგომარეობა საკოლექციო, ანუ მეორადია, მაგრამ იდეალურ მდგომარეობაშია. და ფასი რა აქვს? ბრაუნინგის ფასი არის 12,000. 12,000 ლარი. აი ამ რევოლვერით მოვიხიბლე, ძალიან დიდი ლულით არის. ეს არის რუგერი Red Hawk-ი. კალიბრი 44 მაგნუმი. 44 მაგნუმი. აი ამის ლულაში უნდა ჩაიხედოს კაცმა. ეს არის ხო, რა თქმა უნდა, ყველა იარაღი შემოწმებულია და განმოხტულია, მაგაზე აღარ აქვს საუბარი. იარაღი მძიმეა. ესეთი ლულით არის. საკმაოდ მძიმეა. სადღაც კილო ნახევარი ალბათ იქნება. მაგრამ ძალიან დიდი ფასი რა აქვს? 9,500. 9,500 ლარი. მოვედით კიდევ ერთ ამერიკულ საოცრებასთან. ეს არის რუგერი ვაკუერო 44 მაგნუმი. ესეც 44 მაგნუმია. შევადაროთ წონები. არა, ეს ბევრად მსუბუქია. და ამის ლულაც რომ გიგეთ, ამასაც საკმაოდ დიდი ლულა აქვს. ფასი რა აქვს? 8,500 ლარი. 8,400? 8,500 ლარი. 8,500 ლარი. მოვედით ეგრეთ წოდებულ ზიგზაუერთან. ზიგზაუერი P225. P225. გამოშვების ქვეყანა გერმანია 1979 წელი. 1979 წლის მოდელია, ჭიდის ტევადობა. 919 ლუგერი, ჭიდის ტევადობა 8. 8 ცალი ჩადის მჭიდში და ლულა აქვს ეს. მდგომარეობა ამისი მეორადია, მაგრამ ახალივით არის დამიჯერეთ. თუ არა და მობრძანდით და თქვენი თვალით და თქვენი ხელით შეეხეთ იარაღს. ძალიან კარგ მდგომარეობაშია ყველა, მაგრამ ეს განსაკუთრებით ზიგზაუერი არის თითქმის ახალ მდგომარეობაში. ფასი რა აქვს? 4,500 ლარი. 4,500 ლარი აქვს ფასი. ხისტარი აქვს ნეტა რა მერქანია. კაკალია ვითომ. ხე არის. ხე. ვერ გეტყვით. გადმოვინაცვლეთ ეგრეთ წოდებულ დიპლომატზე. დავიწყოთ რომელიმე მხრიდან. კოლტი 357. კოლტ ბორდერის. 357 კალიბრიც არის, ხო? 357 მაგნუმია. კი ბატონო. კოლტ ბორდერ პატრულ. ძალიან კარგ მდგომარეობაში. ეს რომელი წლის მოდელია? დაახლოებით იქნება 70-იანი, 80-იანი წლები. საკმაოდ კარგად შენახულია. აი საკმაოდ კარგად შენახული იარაღია, მინდა გითხრათ სიმართლე. ფასი რა აქვს? 6,600 ლარი. 6,600 ლარი.
რუგერი 60. რუგერი 60 კალიბრი 357 მაგნუმი. 357 მაგნუმი. ესეც მშვენიერ მდგომარეობაშია. თან ეს რო უყურებ მონიკელებულია. ეგრეთ წოდებული. და საერთოდ არ ეტყობა რაიმე ნახმარობის კვალი. იდეალურ მდგომარეობაში ფასი რა აქვს? ფასი აქვს 5600 ლარი. 5600 ლარი. ამ იარაღების უმეტესობა საკოლექციო მე როგორც მივხვდი. ეს არის ზიგი. ზიგზაუერის. არა, ზიგზაუერი არ არის, ზიგია, შვეიცარიას. შვეიცარიული E200. საინტერესო იარაღი. კალიბრი რა აქვს? 9-19 ლუგერი. ლუგერზია. ჭიდის ტევადობა 8. ძალიან საინტერესო მოდელია მინდა გითხრათ. წონაც აქვს ხელში წონა. ნუ ალბათ 800-900 გრამი იქნება. მაგრამ თვითონ არის ძალიან კარგად შესრულებული პისტოლეტი და კარგი ნამუშევარია და კარგი შენახულიც არის. ეს არ არის ახლა ახალი იარაღი. ყოველ შემთხვევაში უკვე საკოლექციოში შეიძლება გადავიდეს ცოტა ხანში. ჩემი აზრით, ისე რომელი წლის მოდელია? 83-ში არის გამოშვებული ეს იარაღი. კი ბატონო. და ეს არის შტაიერი GB. ავსტრიული წარმოების. შტაინერი გე. შტაიერი. შტაიერი. GB. კალიბრი 9-19 ვაზნის ტევადობა 18. ეს ახალი თანამედროვე პისტოლეტი. 70-იან წლებში არის გამოშვებული ეს. აი, 70-იან წლებში 18 ვაზნიანი პისტოლეტი იყო, კი. ეს არის ნაღდი გერმანული, როგორც მე ვიცი, ავსტრიული. ავსტრიული არის, კი. ავსტრიული პისტოლეტი არის, შტაიერი GB. საინტერესო. ძალიან კარგი. ამაზე, ფასი რა აქვს შტაიერს? შტაიერის ფასი არის 9000 ლარი. 9000 ლარი. ესეც შტაიერია, ხო? კი. ანუ ორივე ერთი და იგივე. კი. მაგრამ აი თუ დააკვირდებით, ეხლა ვიდეოს კადრი ვერ გადმოგცემთ, ვისაც გაინტერესებთ, რომ 70-იან წლებში გამოშვებული 18, ანუ მე-19 პირში მიდის, ჩათვალეთ, რომ 19 ვაზნიანი 70-იან წლებში მე არც გამიგია თუ არსებობდა პისტოლეტი. თურმე არსებობდა. და ძალიან კარგ მდგომარეობაში. აუგუსტო პინოჩეტის საყვარელი იარაღი იყო. მე გეტყვით, რომ იდეალურ მდგომარეობაში გამოიყურება ახლა ეს პისტოლეტი. არ ვეხები ლითონს, მაგრამ მართლაც რომ კარგ მდგომარეობაში. 9000 ლარი ფასი. ჩემო ბატონო. გადმოვინაცვლოთ აქეთ იტალიური თოფები დევს, კალიბრი ალბათ 22 LR და 9 ლუგერი. 9 ლუგერი. ეს არის ჩიაპას წარმოების კარაბინი, შაშხანა. არის 22 LR, MRT 22 LR და აგრეთვე ჩიაპას წარმოება არის MRT 919 ლუგერი. ფასებიც ვთქვათ, ფასები 919 ლუგერის არის 1850, დიახ. MRT 22 LR-ის არის 1150 ლარი. ანუ ეს ღირს 1150 ლარი. და ძალიან მსუბუქი არის, ძალიან ჩატი არის. ჭიდის ტევადობა რამდენია? 22 LR არის 9 ვაზნიანი, 919 არის 10 ვაზნიანი. ეს არის ნახევრად ავტომატურები. ანუ ის არ არის bolt action-ი არა. ეს იარაღი ახალია, ხო? ახალ მდგომარეობაში. თუ ვინმე დააპირებთ შეძენას, ამ იარაღს უკვე გავლილი აქვს ბალისტიკური შემოწმება და გადაფორმების დროს ბალისტიკას და იქ ნერვების შლას და დროის დაკარგვას არ დაჭირდება დრო, როგორც ესეთი. მაღაზიაში ყველა იარაღი ბალისტიკა გავლილი და შემოწმებულია. 2-ოთ სიტყვა ვთქვათ, აქ დევს ორლულიანი. ორლულიანი თოფი არის, ბრედა, იტალიური სისტემა არის, იტალიური იარაღი არის.
12 კალიბრი არის ორი სასხლეტით. ძალიან საინტერესო სისტემაა. იტალიური ბრედა. დიახ. მართლაც ძალიან ლამაზი ნამუშევრები აქვს, ეხლა განათება და კამერა ვერ აღიქოვს. ფასი რა აქვს ბრედას? ფასი აქვს 4300 ლარი. 4300 ლარი, კალიბრი 12. მე მაინტერესებს ეს ბრედა 71-იანი ლულით. კი, 71-იანი ლულით არის. ნეტა 12 სპორტული 70. სროლისთვის თუ გამოდგება. რა თქმა უნდა, სპორტული სროლისთვის გამოდგება, რადგანაც ორსასხლეტიანია, მაგრამ პირველი ზედა სასხლეტით შეგიძლიათ ორჯერ გაისროლოთ ორივე ტყვია. ორივე ვაზა. კი. საინტერესო მექანიზმი. და სულ ახალ მდგომარეობაში ეგრეთ წოდებული SKS-ი 762-39-ზე ავტომატი კალაშნიკოვის ვაზნაზე. ეხლა მდგომარეობა ახალია და ყველა მიცის ამ ქვეყანაში SKS-ი რა არ არის, ფასი რა აქვს? 1990 ლარი. 1990 ლარი. ვისაც გაინტერესებს ეს კალიბრი, საბჭოთა კავშირის გამოშვება. საბჭოთა კავშირის გამოშვება არის. მდგომარეობა იდეალური. თავისი ფასი ახლა ზოგისთვის კარგია, ზოგისთვის მწუთხია, მაგრამ აი ასეთი ფასები გვაქვს ამ მაღაზიაში და რა თქმა უნდა არის ვაზნები, ვაზნებზე ვთქვათ 2-20 სიტყვა. და თუ არის მჭიდები, აგერ ხედავ მჭიდებს, ეს ძირითადად ალბათ კალაშნიკოვის მჭიდებია. კი ბატონო, კალაშნიკოვის ტიპის იარაღისთვის არის ეს მჭიდები განკუთვნილი. ხედავ 30-06-ის ვაზნებს, 300 მაგნუმიც არის ვაზნები? ფასი რა აქვს 300 მაგნუმს? 6 ლარი. 300 ვინჩესტერ მაგნუმი 6 ლარი? ხო. მაგარი ფასი. ლუგერი რა ფასებში გაქვთ? ლუგერი ამიტომზე ლარი და 60 ხერს. ლარი და 60 და 22 ელერი? 22 ელერი 50 თეთრი. 22 ელერი 50 თეთრი. კიდევ მე მაინტერესებს 300 ვინჩესტერის ვაზნის ფასი არის მაგის მოყვარულები და თუ გაქვთ 30-06-ის ფასები? იგივე არის რა 5 ლარი 6 ლარი. გაჩნია რომ აინდა. აჰა. მოკლედ, ჩემო მაყურებლებო, დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა მაღაზია ვაზნას. აქვთ საიტი wazna.g, შეგიძლიათ შეგრძანდეთ და ეს მართლაც საოცარი იარაღები, რომლებიც უკვე აღარ გამოდის დედამიწაზე და დარჩა ასე საკოლექციო თუ მოსაგონ რა ეგზემპლიარებად. მსოფლიოში თითოეულს დაძდევს ხალხი და ძალიან კარგი პროდუქცია ვაჩვენეთ საზოგადოებას. მადლობა ყურადღებისთვის.